მე ვფიქრობ, ეს არის ესკალაცია ბეძინა ივანიშვილმა, რაც გადაწყვიტა პრაქტიკულად ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე, რომ ქართულ ხალხს აჩვენოს და ასევე ეს არის გზავნილი კონკრეტულად ევროკავშირის მიმართ. მთავარი აქ არის პირველი, რაც უნდა ალბათ ყველას გვესმოდეს და პრინციპში ამაზე მე ვფიქრობ, რომ ცალსახარ სხვა შეფასებები არ არსებობს და ეს ევროკავშირის ყველა ინსტიტუციას გაცნობიერებული აქვს. ეს არის პირველი, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში, ანუ ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში არ არსებობს საქართველოს ევროინტეგრაციის წინსვლა. უფრო მეტიც ეს არის ის ნაბიჯები, რასაც ბოლო ერთი წლის და მანამდეც პრინციპში ხა ჩემთვის ეს 12 წელია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 2 წელი, როდესაც რუსული კანონის მიღების შემდეგ 2022 წლის შემდეგ პრინციპში რაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა მოხდა და ესეთი ძალიან სერიოზული ისტორიული მოვლენას რა შეფასებასაც და ქართული ოცნება ყოველს ძალიან კარგად გვახსოვს. ანუ ევროინტეგრაციის კონტექსტი ივანიშვილის პირობებში არ არსებობს. ცალსახაა დამოკიდებულება ევროკომისიის, ცალსახაა დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების. აი ამ ანგარიშიდან ხატია, რომ ივანიშვილის პირობებში ვერ გამოვა ევროინტეგრაცია, თუ ასე აქვს ნათქვამი ევროკავშირსაც, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია პირობების შესრულების კუთხით თუ პოლიტიკის საგარეო კურსის მიხედვით ყველა მხრივ არის გაკრიტიკებული და ნათქვამია, რომ ეს პროცესი შეჩერებულია, ვიდრე არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ კი ქართული ოცნებისთვის ამ ანგარიში კითხულობთ თუ არა დატოვებულ სივრცეს, რომ მან რაღაც შეცვალოს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია პროცესის განახლება. არა, მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ესეთი სივრცე არ არსებობს და ყველა დიპლომატიურ, ასე ვთქვათ, ენაში რომელიც შეიძლება ჩვენ წავიკითხოთ, ვთქვათ, საჯარო განცხადებები, კორესპონდენცია არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი, ვთქვათ, პრეს სპიკერის განცხადება იქნება ეს თუ საგარეო საქმეთა კომისრის, ამას გაარსებითი მნიშვნელობა არ აქვს, აქ არავითარ სივრცეზე საუბარი არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ცალსახად ვერ ხდება, არ მოხდება და ის სივრცე, რომელიც შეიძლებოდა და უშუალოდ აეთვისებინა ხელისუფლებას ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ რეჟიმს უпростоრად ეხლა ამ სივრცის ათვისება მოხდა მხოლოდ რეპრესიული კანონებით, რეპრესიებით, პოლიტიკურ ლიდერების დაპატიმრებით. აი, როდესაც 8 პოლიტიკურ ლიდერს წარუდგინა ახალი ბრალდება ქართული ოცნების რეჟიმმა, ხო? ეს იყო ცალსახად სტრატეგიული ესკალაცია, მე დავწერე კიდევაც, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს, რომ მე მაღიარეთ, როგორიც ვარ, ანუ ვარ დიქტატორი, ვარ, არ ვიცი, რაღაც კონკრეტულად ვთქვათ, ტოტალიტარიზმისკენ სწრაფვა ჩემი მთავარი მიზანი თუ ვთქვათ გადარჩენა ფული თუ როგორიც ვარ შეურაცხადი თუ არ ვიცი მართლა მე ვფიქრობ კატასტროფულ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ პრაქტიკულად მართლა შეურაცხადი ადამიანის პირობებში უწევს ქვეყანას არსებობა და ფუნქციონირება. აი ამ კონტექსტში იგი ითხოვს აღიარებას, ხო? ანუ ეს გადადგმული ნაბიჯიც ეს იყო სტრატეგიული ესკალაცია, რომელიც გულისხმობდა, რომ თუ გაფართოების ანგარიში მე არ მაღიარებ, კვლავ კრიტიკა, კვლავ რაღაცა, ასე ვთქვათ, ჩემს მიმართ და რეჟიმის მიმართ ისმის ნეგატიური შეფასებები, მაშინ მე გადავდგავ იმ ნაბიჯს, რომელიც, ასე ვთქვათ, შეიძლება კიდევ უფრო ესკალაციის და დაძაბულობის ახალი, ვთქვათ, რაღაც ეტაპი იყოს, ხო? ანუ ამ პირობებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გაყინულია, ვთქვათ, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა და უпростоრად უმძიმესი შეფასებები ისმის ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან, აქ მე ვერანაირ სივრცეზე ვხედავ, არ არსებობს აქ სივრცეზე ლაპარაკი, ერთადერთი რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ამაზეც მუშაობთ უკვე და მე ვფიქრობ ევროკავშირმა რაღაცნაირად უნდა მოახერხოს კონსოლიდაცია ამ კუთხით, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ იქ იბლოკება განსაკუთრებით უნგრეთის მხრიდან, ეს არის ძალიან სერიოზული სანქციები, ხო, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რაც პრინციპში ადარდებს ერთადერთი და ფიქრობს, რომ ამ სანქციებმა შეიძლება მისი ძალაუფლება შეარყიოს, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მისი გამწვავებული ურთიერთობა, უпростоრად ის ურთიერთობა, რომელიც მას უნდოდა დაემყარებინა, ეს არ გამოუვიდა პრეზიდენტ ტრამპთან, უფრო მეტი ძალიან სერიოზული შემაშფოთებელი, ასე ვთქვათ, ენერგოპოლიტიკას მიიღო ხელი ივანიშვილმა, ეს არის სანქცირებული ნავთობის ვაჭრობა და საქართველოს ტერიტორიის და პორტების გამოყენება ამ კუთხით. ამიტომ ეს არის დანაღმული ტერიტორია, მან იცის, რომ შეიძლება ეს ტერიტორია
ტერიტორია რაღაც კონტექსტში გაიაროს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში ცდილობდა აქამდე, მაგრამ ეხლა უკვე ამ გეოსტრატეგიულ ვითარებაში ამ ტერიტორიის ესეგავლა ვერ მოუხერხდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცალსახა შეფასებები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართულებით უკვე არსებობს ძალიან კონკრეტული და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეფასებები არ შეიცვლება, ერთადერთი თუ არ დამძიმდება სანქციებით, უნდა დამძიმდეს სანქციებით და დამძიმდება კონკრეტული ადამიანების მიმართ თქვენ როცა პარტნიორებს ესაუბრებით, ჩანს რომ სანქციების პროცესი ამ ეტაპზე არის შენელებული, უფრო ალბათ ვიდრე დაპაუზებული, არ ვიცი, ჩანს რომ ჯერჯერობით ასე ვთქვათ ამ მიმართულებით აქტიურობა არ არის. გიწევთ თუ არა უფრო მეტი ძალისხმევა ახლა პარტნიორებთან საუბრის დროს, რომ ისინი დაარწმუნოთ, რომ რაღაცნაირი კონსოლიდაცია, რაც ახსენეთ, მოხერხდეს ევროკავშირში. იმიტომ რომ ფაქტია, რომ ივანიშვილის პარტიის მოტივაცია ასე ახსენით, რომ ან უნდა აღიარონ ის როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებად, ან კონფრონტაციისკენ იქნება მიმართული ყველა ნაბიჯი, რასაც სამომავლოდ ის გადადგამს და რაღაცნაირად უფრო ჩიხისკენ მიდის პროცესი, ვიდრე პირიქით. სანქციებს რაც შეეხება, მე როგორც გითხარით, ახლა ევროკავშირთან დაკავშირებით და ევროკავშირის პოზიცია პრაქტიკულად უმრავლესი ქვეყნების არის ცნობილი. აქ ბლოკი იკვრება იმ ქვეყნებს შორის, ეს არის ერთად სლოვაკეთი და უნგრეთი, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ არაფორმალური კავშირები აქვს და კონკრეტულად არაერთი დღეა და თვე თუ წელი ამ მიმართულებით რეჟიმი მუშაობს და სხვა შორის როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ არავისთან არ მიესწრებათ და პრაქტიკულად იზოლაციაში არიან, აქ ერთადერთი, ვისაც რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ხოლმე, ეს არის ეგრეთ წოდებული მინისტრი, ეს არის უნგრეთის წარმომადგენლობა, ხო? ამიტომ რომ კონკრეტულად მას დავალებული აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნებისმიერ სანქციას შეუშალოს ხელი. ასევე ივანიშვილმა იცის, რომ დეკემბერში დაიწყება უვიზო მინუსვლაზე ძალიან სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ის ოფცია, რომელსაც განიხილავდა ევროკავშირი და რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს საუბარიც იქნება ძალიან ნეგატიური, იმიტომ რომ აქ კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება გადაწყვეტილების მიღებას და არ სჭირდება ვთქვათ კოლექტიური გადაწყვეტილება, ამიტომ ესეც იცის და ამაზეც ამბობს, რომ აი მე ვთქვათ თუ თქვენ უვიზოს დადებთ მაგიდაზე რომ გადაწყვიტოთ ეს საკითხი ნეგატიურად ჩემთვის, ესე უყურებთ ის და არ უყურებთ ქვეყნის კონტექსტში, მაშინ მე გავხანგრძლივებ პოლიტიკურ ლიდერებს ვთქვათ პატიმრობას. მას იძულებულს გახდის, აი დეკემბერში რაც არის მოსალოდნელი ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ, ეს კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ ბრუტალურს გახდის ქართულ ოცნებას თქვენი აზრით გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ იმ ტიპის დარტყმა იქნება და არის მოსალოდნელი, რომ ის საბოლოოდ იძულებული გახდეს დათმობაზე წავიდეს. იცით რა, აქ მე ცოტა სხვა მოსაზრება მაქვს რეჟიმის ბრუტალურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე 2 წელი გავიარეთ ჩვენ ადამიანების ცემა, ჩვენ ასე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს პოლიტიკოსები, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ციხეში. ჩვენ ყავს ადამიანები, ახალგაზრდები, მწერლები, არ ვიცი მსახიობები და პრაქტიკულად არც ერთი ძალადობის მაგალითზე და არც ერთი ძალადობის შემთხვევაზე არ დასჯილან კონკრეტული სამართალდამცავები. მიუხედავად ამისა, მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა აქვს ბოლომდე გახდეს და დაიკავოს ის ბრუტალური სივრცე, რომელიც შეიძლება მას უნდოდეს, ხო? იმიტომ რომ პრინციპში აქ მე ვუყურებ ესე, რომ აი პრაქტიკულად არ არის, ვთქვათ, ნორმალური აზროვნების ზღვარზე ეს ადამიანი. ეხლა ჩვენთვის ახასიათო იყო კიდევ ვთქვათ იმ ზვიგენის ვიდეო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. მე ვფიქრობ, რომ ეს აჩვენებს გარდა იმისა, რომ ძალიან ცინიკური და ირონიულია, რომ ადამიანები ეგრეთ წოდებული გამომძიებლები და პროკურორები რაღაც ზვიგენზე ლაპარაკობენ, ეს აჩვენებს სისტემის ბახცნას თავიდან ბოლომდე. ანუ რაზე არიან ორიენტირებული და როგორი ხსნება თავიდან ბოლომდე სისტემა, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პროტესტის მიმართ ეს დამოკიდებულება, რომელმაც ვერ გატეხა ადამიანები, ჯარიმების მიმართ ამ დამოკიდებულებამ, რომელმაც ვერ გატეხა ადამიანები, ვთქვათ, დაკავებების მიმართ დამოკიდებულებამ, რომელიც ვერ გატეხა პოლიტიკური
პოლიტიკური ლიდერების მიმართევნამ და მთელი ეს ასე ვთქვათ კონფიგურაცია ბიძინა ივანიშვილისთვის არ აღმოჩნდა მომგებიანი. კი, მონოპოლიზაცია შესაძლებელია ვთქვათ კონსოლიდაციის ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი ძალაუფლების კონსოლიდაცია მხოლოდ მის ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. ანუ იმაზე, რასაც რეჟიმი გააკეთებს. ეს არის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე დამოკიდებული, ეს არის გეოსტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული. ეს არის ვთქვათ უკრაინაში რუსეთის ამ დაპირისპირებაში რუსეთის სისუსტეებზე დამოკიდებული, ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ქართველი ხალხის გაუწესლობაზე პირველ რიგში. რაც შეეხება პროტესტის შესუსტებას, ახლა მოდით ესე შევხედოთ, ხო? ანუ მე სულ ვცდილობ, რომ ამის ვთქვათ ყველა იმ ადამიანს პირად კონტაქტშიც კი რომელიც შეიძლება ამაზე წუხდეს, ყოველთვის უთხრა ჩემი ოჯახის წევრი იქნება თუ სხვა, არ ვიცი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომ ის ადამიანები, ვინც 2024 წელს ოპოზიციის გვერდით იყვნენ, ანუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვინც მთელი 2 წლის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, გამოდიოდნენ, არ ვიცი, ყველაფრის მიუხედავად იყვნენ ძალიან სერიოზული საპროტესტო მუხტის სათავეში და მონაწილეობდნენ ამ პროტესტში, ეს ადამიანები არსად არ წასულან, ხო? შეიძლება ადამიანური ფაქტორია, რომ რაღაც კონკრეტული თქვათ პერიოდის განმავლობაში პროტესტი შეიძლება დავიწროვდეს თვალხილულად, მოდით ესე ვთქვათ, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები ხო არ გამქრალან, ანუ ბიძინა ივანიშვილმა ახლა რომ დააპატიმროს, აი 100 ადამიანი კიდე დააპატიმროს, კიდე 100 დააპატიმროს, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის, რომ თქვათ პროტესტი რაღაცნაირად შემცირდეს, ხო? შეიძლება ერთ დღეს შემცირდეს, მაგრამ თქვათ დიდი დღეების განმავლობაში და ისეც ნახეთ ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის. თუმცა ალბათ დასაზრებელი ასევე ის არის ივლისში ბევრი ადამიანი იყო. ამიტომ ქავტორუსთან დავასრულებ. შეიძლება მე ვფიქრობ, რომ ეს გაუტეხლობა, რომელიც არის და ამას არ ვამბობ რაღაცნაირად თავის გასამხნევებლად ან ყალბი რაღაც თქვათ ბიტონის სიტყვები ნამდვილად არ არის, არსებობს საქართველოში ძალიან დიდი ადამიანების რაოდენობა. საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გამოდიოდა პროტესტზე. და ეხლაც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები არსებობენ და გაცილებით უფრო ბევრი გაბრაზებული ადამიანია. კი ბატონო, მადლობა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მისი ძალაუფლების, ასე ვთქვათ, კონსოლიდაციაზე კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს მოიცავს. ეს არის შიდა დაპირისპირება, რომლის, ასე ვთქვათ, გაშლაც მინდოდა და პრინციპში მე ბევრი მისაუბრია ამაზე. ეს არის კორუფცია, რომელიც ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ბოდიში ან სიტყვისთვის, მაგრამ სალაფავად გადმოუდგავს ხოლმე თავის ამომრჩევლებს, რომელსაც ადამიანებად არ თვლის პრაქტიკულად და შემდეგ აი ესე თავზე ასხავს ამ ტყუილებს და პროპაგანდას, რომ ესე იგი ღარიბაშვილი გარეთ უნდა იყოს 40 მილიონი შეჭამა, მაგრამ სამაგიეროდ თქვა ელინე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და ასე შემდეგ პოლიტიკოსებს უნდა წარუდგინოს ბრალი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მისი ეს ვთქვათ პოლიტიკა მხოლოდ მის ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. აქ ბევრი ცვლადია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ქართველი ხალხი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რაც თქმა უნდა.